President of the United States of America. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ასე აღნიშნეს თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და კონგრესის გადაწყვეტილება ობამაქეარის სახელით ცნობილი ჯანდაცვის პროგრამის შეცვლის შესახებ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედი ელის კანონპროექტს სენატში, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში მიღწეული თანხმობა პრეზიდენტ ტრამპისთვის აღნიშვნის ღირსია. როგორ ვართ თავს? ნორმალურად. მე პრეზიდენტი ვარ. დიახ, მე პრეზიდენტი ვარ. დაუჯერებელია რა? ტრამპს ბევრი გაუთვალისწინებელი წინაღობა შეხვდა. მან პირობა შეასრულა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კონსერვატორი კანდიდატი დანიშნა, მაგრამ ვერ ახერხებს საგადასახადო, სამთავრობო ხარჯების და ჯანდაცვის სისტემის რეფორმას. რა სახალისო დღე იყო 8 ნოემბერი? განარჩევლებრივი დღე არ იყო? იმის მიუხედავად, რომ ტრამპი გამარჯვებით ჯერ ისევ ამაყობს, მისმა პრეზიდენტობამ ახალი ძალა შემატა ოპოზიციას კონგრესში და მის გარეთ. დემოკრატების თქმით, ტრამპის ჯანდაცვის გეგმის მიხედვით მილიონობით ამერიკელი დაზღვევის გარეშე რჩება. კონგრესის დემოკრატის სპიკერი ამბობს, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. ზოგიერთი თქვენგანი ამბობდა, რომ ამ კანონპროექტს სენატში დახვეწავენ, მაგრამ ეს კანონი შუბზე გაწერიათ. ნელშიც კი ნათელი იქნება თქვენი როლი. ტრამპი ხელისუფლებაში პოლიტიკური ისტაბლიშმენტის შერყევის პირობით მოვიდა, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ განაპირების აღსრულება რთული აღმოჩნდა. არჩევნებში გამარჯვება და მმართველობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ამერიკის ისტორიაში ყველაზე გამოუცდელი პრეზიდენტი ყავს. ამას ემატება ისიც, რომ მან ირგვლივ შემოიკრიბა ხალხი, ვისაც გამოცდილება არ აქვს ფედერალურ და საზოგადოებრივ მართვაში, ვისაც პოლიტიკა არ უკეთებია და კანონებზე არ უმუშავია. საპრეზიდენტო კამპანიისას ტრამპმა არაერთხელ დაიტრაბახა, რომ საქმეების მოგვარება გამოსდის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა ამის დამტკიცების დროა. ბოლო დაკვირვებებით შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვების სურვილი ტრამპში ყველა სხვა სურვილს აჭარბებს. ბიზნესში ტრამპი შეჩვეულია თავისი იდეების გატანას, მაგრამ დონალდ ტრამპი ახლა აცნობიერებს, თუ რა რთული შეიძლება იყოს პოლიტიკა. მაშინაც კი, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხარ და გამარჯვებით მსოფლიო გააკვირვე.